საქმის პროკურორი ამბობს, რომ არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს ის თუ ვინმე სამეთვალყურეო კამერას წებოვანი ლენტი მიაკრა. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, ეს არის აკაკი ქადაგიშვილი, მან სასახლის ღობის საქმეზე სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე თავდაყირა დააყენა და თქვა, რომ სამეთვალყურეო კამერები მიმართული იყო ცისკენ, ნაწილი მიწისკენ, დღეს კი ახალი გარემოებები დაამატა. მან აღნიშნა, რომ სამეთვალყურეო კამერების ნაწილი შეღებილი იყო საღებავით, ნაწილს კი სპეციალური წებოვანი ლენტები ჰქონდა დამაგრებული და ასევე გაიმეორა ისიც, რომ ნაწილი ცისკენ იყო მიმართული. რა თქვა მოწმემ სხდომათა დარბაზში, შეგვიძლია მოვისმინოთ. რამდენი კამერა დათვალეთ? დაახლოებით 10 ან 15. ამ კამერებიდან ნაწილი იყო მერიის, ნაწილი 112-ის? არ ვფლობ ინფორმაციას. დაზიანებული რა იყო? მერიის მუნიციპალიტეტის სკამები ურნები. თუ დააფიქსირეთ, რომელიმე კამერა შეცვლილი ხომ არ ჰქონდა რაკურსი? ოქმში ავსახე კამერა იყო დაზიანებული ფხოვის ქუჩაზე და კი იმინახავს ასეთი შემთხვევები. ფურცელაძე ფხოვის ქუჩაზე იყო, ეს თუ სწორად მახსოვს. ერთ-ერთი კამერა იყო წებოვანი ლენტით დაფარული, ნაწილი საღებავით იყო დაფარული. მოწმე აკაკი ქადაგიშვილის ჩვენების შემდეგ ბუნებრივია საქმეში დამატებითი კითხვები გაჩნდა, მაგალითად პროკურატურამ მოახდინა თუ არა იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც კამერებს წებოვანი ლენტი მიაკრო, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება და მეტიც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ცალკეულ დანაშაულად ჩაითვალოს ის თუ ვინმე სამეთვალყურეო კამერა ცისკენ ან მიწისკენ მიმართა, ან სპეციალური წებოვანი ლენტი დაამაგრა. რაც შეეხება უფლებადამცველების პოზიციას, ადვოკატები ამბობენ, რომ ეს იყო მიზან მიმართული მოქმედება და შესაბამისად არ აქვთ მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე რომელიმე პირის იდენტიფიცირებას მოახდენს და ისინი დაისჯებიან, ასევე არ აქვთ მოლოდინი, რომ მოხდება იმ სამი ნიღბიანი პირის იდენტიფიცირება, ვინც თავდაპირველად აქციის მონაწილეების მისვლამდე მივიდა ათონელის რეზიდენციასთან და აქციის მონაწილეებს მიუთითებდა, რომ ღობის მხარეს გადანაცვლებულიყვნენ. გამომძიებელმა ნამდვილად ისაუბრა საგამოძიებო მოქმედების ირგვლივ და განაცხადა, რომ გარკვეული კამერები ამ შემთხვევაში იყო მიმართულება ჰქონდათ კამერებს შეცვლილი, მოგეხსენებათ, რომ გამოყოფილია სისხლისამართლის საქმე, მხოლოდ იმ 64 ბრალდებულის მიმართ არის საქმე სასამართლოში გამოგზავნილი, რომელთა მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები. აი თითქმის 6 თვე გავიდა ამ ვადაში, ვერ დადგინდა ვინ ატრიალა კამერამ. გონივრული ეჭვი შეიძლება არსებობდეს, რომ ეს აქციის იმ მონაწილეს ჩაედინა, ანუ კამერების მიმართულების შეცვლა და მათ შორის წებოვანი ლენტით დაფარვა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არბევდა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვერ დაადგინეს წებოვანი ლენტი ვინ გააკრა, ეს ცალკე აღებული წებოვანი ლენტის გადაკვრა შესაძლებელია დანაშაული არ იყოს. კამერებზე დაისო კონკრეტული შეკითხვები, მოწმის განმარტება იყო იმგვარი, რომ თითქოს და ეს შეიძლება და მიმართული ყოფილიყო და გაკეთებული ყოფილიყო უშუალოდ აქციის მონაწილეების მიერ იმიზით, რომ მომხდარიყო დანაშაულის დაფარვა. ხდება კითხვის ნიშნები, რატომ არ დაიწყო და რატო არ მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის დაფარვის ფაქტზე. ისი მხრიდან იყო ეს ასე ვთქვათ გაკეთებული, ან უშუალოდ მისი იდენტიფიცირება იყო თუ არა შესაძლებელი, მოწმომ ცხადად თქვა, რომ მისი მხრიდან მსგავსი სახის იდენტიფიცირება აღნიშნული გარემოებით თუ ვისი მხრიდან იყო გაკეთებული, არ მომხდარა. დაზარალებული არ მიუთითებს კონკრეტულად თუ ვინ მიაყენა დაზიანება, არ იცნობს ბრალდებულებს, არ იცნობს ნანასანდერს, არ აქვს პრეტენზია ბრალდებულების მიმართ. დღეს გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი ნიკა სახელაშვილი, მან სხდომათა დარბაზში თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე მოხვდა ქვა, თუმცა არც ამ პოლიციელს შეუძლია რომელიმე ბრალდებულის ამოცნობა, ვერ მიუთითა ვერც ერთ დაკავებულზე. შესაბამისად ახლა ამ მოწმეების ჩვენებების შემდეგ უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ პროკურატურას საქმე ჩამოენგრა.